დავით ბაციკაძის და ალექსანდრე ჩიტიშვილის შემდეგ პოლიტიკურ წრეებში ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების თემა აქტიურდება. ის ვინც დარწმუნებულია, რომ საკითხი 5 მარტს დაგეგმილ სხდომაზე დადებითად გადაწყდება, მურმან დუმბაძეა. ვიცე-სპიკერის მსგავს პროგნოზს არ აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში და არც ქართულ ოცნებაში. საკითხის პლენარულ სხდომაზე გასატანად 7 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, კომისიაში კი განცხადება ჯერ არ შესულა. აბრა წარწერით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ამ კედელზე უკვე 2 წელი და 4 თვე აკიდია. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი სახელი და გვარი კაბინეტის კარზე შესაძლოა ვადის ამოწურვამდე შეიცვალოს. ბერიძის გადაყენების შესახებ საუბარი პოლიტიკურ წრეებში ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემთხვევაში მე რეკომენდაციას გაუწევდი ბატონ ჯემალ ფუტკარაძის აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი უნდა დადგეს. იმაჩქენა რომ 5 მარტის პირველსავე მორიგს სხდომაზე ეს საკითხი დაისწრება და გადაწყდება დადებითად. რის საფუძველზე აკეთებს პროგნოზს პარლამენტის ვიცე-სპიკერი უცნობია. საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე 8 დღე რჩება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომისიაში კი განცხადება ავთანდილ ბერიძის გადაყენების მოთხოვნით არ შესულა. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარისა და თავისუფალი დემოკრატების წევრის თქმით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. ჯერ არ დარეგისტრირებულა ის ან გადაყენების ან ახალი კანდიდატ ჯერ უნდა მოხდეს გადაყენება ან გადადგომა, შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატის დასახელება და არჩევა. ჯერ ეს არ დარეგისტრირებულა, ალბათ აპირებენ. პროცესის დასაწყებად 7 დეპუტატის ხელმოწერა თანამდებობიდან გასათავისუფლებლად კი საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა და ბერიძის წინააღმდეგ 11 ხმაა საჭირო. არითმეტიკულად გადათვლა იოლია, რეალურად კი უმაღლესი საბჭო რთული ამოცანის წინაშე დგას. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სიცოცხლის უნარიანია და ვფიქრობ, რომ გავა. თუმცა მე ყველაზე საუკეთესო საშუალებად რომ ავიცილოთ ეს პროცესი, მე მაინც ვარ იმის მოლოდინში, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩემს თანამოაზრეებთან გვექნება გარკვეული კონსულტაციები. მედია ვასაძის ერთ-ერთი თანამოაზრე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მურმან დუმბაძის კანდიდატი ჯემალ ფუტკარაძე ბერიძის გადაყენების მოთხოვნაზე ხელმოწერას არ აპირებს. არ შემიძლია რაიმე ვთქვა, თუ რა იქნება ხვალ, რა იქნება 2 დღის შემდეგ. მე ვაფიქსირებ, რომ კრიზისი, რომელიც წარმოიქმნა ბატონი ავთანდილ ბერიძის თავმჯდომარეობის პერიოდში, ჯერჯერობით საბოლოო წერტილი დასმული არ არის. ბატონი მურმანი მე მომიაზრებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. მოქმედი ხელმძღვანელის გათავისუფლებას არ განიხილავენ და პარტიის წევრების მხრიდან საკითხის მხარდაჭერას გამორიცხავენ ფრაქცია ქართულ ოცნებაში. გამორიცხულია ეს ერთიანი პოზიცია ჩვენი ოცნების წევრის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე. ოპონენტის წინააღმდეგ მკვეთრ ნაბიჯებს ამ ეტაპზე არ გეგმავს ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციური პარტია ავთანდილ ბერიძეს, როგორც ამბობენ, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთთვიან ვადას აძლევს. პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ ბიუჯეტის შემცირებას უმაღლეს საბჭოში და რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, თუნდაც 1-2 ღონისძიებისთვის ამ თანხის დაბრუნებას, ასევე შეჩერებას მანქანის შესყიდვისა, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში იყო ჩადებული და ჩვენ ეს თავის დროზეც გავაპროტესტეთ ბიუჯეტის მიღების დროს და ვფიქრობ, რომ თუ ეს არ გაკეთდა, ბუნებრივად დავსვამთ უახლოეს პერიოდში პასუხისმგებლობის საკითხს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი თანამებრძოლის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.